ძალზედ გაბედულად მოემართება მე-12 კლასელი მარიამ შარმანაშვილი. მუსიკა ყველგან მესმის, სადაც არ უნდა წავიდე და საერთოდ ხელოვანი ადამიანი ვარ, წერ პროზას, ხანდახან ლექსებსაც და ჩემი აზრით ხელოვანი ადამიანი ყოველთვის შეყვარებულია. ძალიან ვარ დაინტერესებული იურიდიული და დიპლომატიური სფეროთი. პირველ რიგში იმიტომ რომ მამა ჩემი არის საქართველოს ელჩი სომხეთში. მამა ჩემს მიყვარს ხოლმე თვითონ საელჩოში და მათვალიერებინებს რა ხდება, როგორ მიდის დიპლომატიურ სფეროში, როგორ მუშაობენ ზოგადად, იმიტომ რომ მე თვითონაც ძალიან მინდა იურიდიულ და დიპლომატიურ სფეროს გავყვე. სამოვალოდ ჩემი თავი წარმომიდგენია სადმე პროკურორად არ ვიცი, მართლა არ ვიცი. არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია წარმატებას მიაღწიო. ან იურიდიულ სფეროში, ან მუსიკალურ სფეროში. როგორ ფიქრობ, რომელი მსხვილი შემოტრიალდება და უშვებ თუ არა იმას, რომ შეიძლება არც ერთია შემოტრიალდეს? ჩემი აზრით შეიძლება შემოტრიალდეს ტექნანი. ასე რაღაც ესე წარმომიდგენია. ანუ შენ მის გუნდში ისურვებდი ყოფნას? დიახ. დიდი სიამოვნებით შევიტანდი წვლილს იმაში, რომ საქართველოს უფრო ცივილური და უფრო განვითარებული ქვეყანა გახდეს. ყველაზე მეტად რისიც მეშინია არ დარჩე მარტო ცხოვრებაში და მე მგონი ეს არ მემუქრება. The sun. Don't know why I didn't come. I let you buy the house of fun. Don't know why I didn't come. I don't know why I didn't come. When I saw the break of day, wish that I could fly away instead of kneeling in the sand, but catching teardrops in my hand. My heart is racing, and you. See, I would die in ecstasy. Waited till I saw the sun. Don't know why I didn't come. I don't know why I didn't come. I don't know why I didn't come. მე ვიტყოდი რომ როდესაც ესეთი სიმღერა გესმის ცოდვა არ დაჭერა ღილაკზე, იმიტომ რომ იდეალურად მღეროდი იმას, რასაც მღეროდი. ძალიან კარგი. თქვენ გილოცავთ მაშინ და შევეცდებით რომ განსხვავებული პროდუქტი შევქმნათ შენით, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ტემბრი გაქვს და ძალიან კარგად მღეროდი. ძალიან მაგარი. მართლა კაი გაგება. კიდე მაგარი გოგო შევიმატე. შენ ძალიან სერიოზული კომანდა. რა? აი ეს იმღერი, აი. ორჯერ მაგარი იმღერი. ვიდი წადით ესა კიდაპი. არ იყო ცუდი რა ვიცი, მე მომეწონა.